გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. ამჯერად მინდა რომ ვისაუბრო მოწაფისა და მასწავლებლის ურთიერთობაზე. ამჯერად მინდა ვისაუბრო მოწაფისა და მასწავლებლის კავშირზე და მივდივარ შემდეგ დასკვნამდე, შემდეგ გააზრებამდე, რომ არაფერი არსებობს მარტოოდენ, ცალკე არაფერი არსებობს მარტოოდენ განყენებულად, არამედ ყველაფერი არის ერთმანეთთან დაკავშირებული. მოწაფე და მასწავლებელი არიან ერთმანეთთან დაკავშირებული და ერთის წარმატება არის მეორის წარმატება. თვით სულიერი განზომილებებიდანაც კი რომ იყოს მასწავლებელი, ისიც რეალურად მოწაფეში ათავსებს თავის ცნობიერების ფრაგმენტს, ნაწილს, რაც არის იმის დასტური, რომ შემდგომში ამ ნაწილმა უნდა იაროს მასწავლებელთან, ამ ნაწილმა უნდა იაროს მოწაფესთან ერთად და ამით ასე ვთქვათ, ის გასცემს საკუთარ სულს, საკუთარი სულის ნაწილს. და რა თქმა უნდა, ის ჩადებს და გაიღებს იმდენს, რამდენისთვისაც მოწაფე არის მზად. ისე მისცე, ასე არ ხდება. მოანგაროთ მისცე, ასე არ ხდება. ვინაიდან და რადგანაც თუ კი ყველაფერს მისცემს სულიერი არსება და თუ კი ასე ვთქვათ, მოწაფე ყველაფერს გაანიავებს, შესაბამისად გამოდის, რომ სულიერი თუ არა, მაშინ მოწაფე მაინც დაკარგავს მას. ის აუცილებლად გამოვა მოწაფიდან. ის აღარ მოინდომებს მასში ყოფნას. და რის თქმა მინდა ნახეთ, როდესაც მასწავლებელი არ არის სულიერი, მაგალითად, ცოტა ისეთი მასწავლებლები, რომლებიც დამკვიდრებულია ჩვენს დროში. ერთ-ერთი ასეთი არის ოშო, ერთ-ერთი ასეთი შეიძლება იყოს შტაინერი, ერთ-ერთი ასეთი შეიძლება იყოს გურჯიევი. რის თქმა მინდა ნახეთ, მე მინდა იმის თქმა, რომ მასთან ერთად ებმევა მოწაფე ერთგვარ წრებრუნვაში და საინტერესოა თანდათან მოწაფეს თუ უჩნდება ამბიცია რაღაცა ძალიან მაღლისკენ და თუ კი თავად მასწავლებელი არ არის ჯერ მიღწეული აქამდე, თუ კი თავად მასწავლებელი არ დგას ამ სულიერ დონეზე, საფეხურზე, ხოლო მოწაფე გამუდმებით ცდილობს, რომ მისი სწავლებიდან აიღოს და მისი სწავლებით, როგორ თქვა, მისი სწავლებიდან მიიღოს ეს რაღაც, თუ ის არ არის ამ დონეზე, თუ მისი სწავლება არ არის ამ დონეზე, ესა თუ ის წიგნი მაგალითად თუნდაც თუ არ არის მსგავსი იმიდან შექმნილი, მაშინ მოწაფე ამ ყველაფერს ვერ მიიღებს და რაც მეტად დაიწყებს ამ ყველაფრის მონდომებას, რეალურად ისინი მით უფრო ჩაერთვებიან ამ წრებრუნვაში. დიახ, ისინი მით უფრო ჩაერთვებიან ამ წრებრუნვაში. შეიძლება თანდათან ისინი დაიწყებენ ერთგვარ რეინკარნაციას, ტრიალს და ეს ყველაფერი გაგრძელდება იქამდის, სანამდის რომელიმე არ მივა შესაბამის დონემდის, ანდაც არ მოეშვებიან ერთმანეთს. საინტერესოა ეს ყველაფერი. მათ აქვთ ორი ვარიანტი, ან მოეშვან ერთმანეთს და მოწაფე იპოვოს სხვა მასწავლებელმა კიდევ სხვა მოწაფე, თუ არა და არის ასეთი ვარიანტი, რომ ან ერთმა გააუმჯობესოს მეორე, ან პირველმა მეორე. საინტერესოა, ან მასწავლებელი გახდეს უკეთესი და მივიდეს იმ საფეხურამდის, თუ ის არის გარდაცვლილი და ასე ვთქვათ, მას რაღაცა აქვს დატოვილი და იმ სწავლებას მისდევს მოწაფე, მაშინ ვარიანტია, რომ მასწავლებელი იდეაში დაიბადოს, ხო? და გააუმჯობესოს ის რაღაც. მაგრამ არის ასევე მეორე ვარიანტიც, როდესაც მოწაფე არის ცოცხალი, როდესაც მოწაფე არის ინკარნაციაში, მან თავად გააუმჯობესოს ეს სწავლება, თავად სრულყოს, თავად აამაღლოს და თავად მიიყვანოს იმ გარკვეულ დონემდე, თავად გააკეთოს ეს ყველაფერი. დიახ, ან თავად სრულყოს ეს სწავლება, საინტერესოა. თავად გააუმჯობესოს. ერთის წარმატება არის მეორის წარმატებაც. ერთის წარუმატებლობა არის მეორის წარუმატებლობაც. განვითარდება მოწაფე, განვითარდება მასწავლებელიც, განვითარდება მასწავლებელი, ან ავტომატურად ნიშნავს, რომ
განვითარდება მოწაფეც. ასე ხდება, როდესაც მასწავლებელი არ არის სულიერი, ხოლო როდესაც სულიერ მასწავლებელთან გვაქვს საქმე და როდესაც მას აქვს ამის შესაძლებლობა, ამის პოტენციალი, აქ უკვე არის მოწაფის მონდომებაზე საქმე, ეს საინტერესოა, აქ უკვე მოწაფეზეა დამოკიდებული. აი თუ ის ნაწილი არის სულიერი და თუ ის ნაწილი არის ცოცხალი და თუ ის ნაწილი არ არის, ასე ვთქვათ, მოკვდავი იმიდან, მაშინ გამოდის, რომ აი მოწაფეზეა დამოკიდებული ბევრი რამ. ვინაიდან და რადგანაც თუ მოწაფე არ იქნება სათანადოდ რავი, რას თქვაც გინდა მიუსადაგეთ, მაშინ ის ნაწილი გამოვა იქიდან, ხო, არ დარჩება მასში, საინტერესოა. შესაბამისად, მივედით იმ გააზრებამდე, რომ დავიცადოთ, რომ ვიყოთ რაღაც კარგები, რაღაც ლამაზები და რაღაც უკეთესები. მაშინაც, როდესაც საქმე გვაქვს, თუ გვექნება სულიერ მასწავლებელთან, ანდაც ვინც იქნებ ჩვენც ვიყოთ მართლაც რომ ერთ დღეს იქნებ ჩვენც გავხდეთ მასწავლებლები და ავიყვანოთ მოწაფეები, ხოლო თუ საქმე გვაქვს ტიპიურ მასწავლებლებთან, დავიცოდეთ, რომ შესაძლოა თუკი ჩვენ იმ რაღაციდან გვსურს რაღაც მეტის მიღება, იდეაში აქ უკვე თავად უნდა გავცეთ იმ რაღაცისთვის მეტი, რომ გავაუმჯობესოთ ეს რაღაც და მივიყვანოთ სათანადო დონემდის, გარკვეულ საფეხურამდის წარმატებები. ღმერთმა დაგულოცოს და გაგვაძლიეროს. მოგვანიჭოს მისივენების შესატყვისა და ცხოვრების შესაძლებლობის გაუმჯობესება.